როგორია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი საარსებო წყაროები? რას აკეთებს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი მათ დასახმარებლად? გაიგეთ გადაცემაში თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისთვის. ყოველი თვის მეორე შაბათს გვისმინეთ და ჩაერთეთ რადიო ათინათის გადაცემაში FM 105.9-ზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს აგვისტოს თვის მეორე შაბათია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისთვის. გადაცემა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, პროექტის სახელწოდებაა საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს იქნება კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა სამეგრელოსა და შიდა ქართლში და შეეხებოდა პროექტის ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. Live Georgia-ს ფარგლებში, ანუ ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც მე ახლა დავასახელე, არა მარტო ჩვენი გადაცემა, არამედ უამრავი სხვა საინტერესო საქმიანობა და ღონისძიება ტარდება პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. ასე მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო კონსორციუმის სამართლებრივი დახმარება საქართველოს და ესპანური ორგანიზაცია ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ მიერ, სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კვლევის შედეგების წარდგენა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პროექტის ბენეფიციარების სამეგრელოსა და შიდა ქართლში გახდა განხილვის საგანი ამ შეხვედრაზე. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს მომიწვიეთ ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელმაც ზუგდიდის გამგეობაში და არა მარტო ზუგდიდის გამგეობაში წარადგინა ეს პრეზენტაცია. ეს გახლავთ საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ბოკუჩავა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე გახლავართ რუსტან პაჭკორია, დღევანდელ გადაცემას გავუძღვები და პირველი შეკითხვა ბატონი ირაკლის მინდა ასეთი დაუსვა. დევნილთა მიმართ საარსებო წყაროების სტრატეგიაში ჩაწერილია, რომ საარსებო წყაროები ბატონო ირაკლი მოიცავს უამრავ საქმიანობას გარდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ეს გულისხმობს ასევე ჯანდაცვით, საკვებით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებებით უზრუნველყოფას. კვლევა რა მიმართულებით ჩატარდა სამეგრელოსა და შიდა ქართლში პროექტის ბენეფიციარების, რა საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული, რა მიგნებები დადგინდა, ასე ვთქვათ, კვლევის შედეგად და როგორი რეკომენდაციები დაიდო კვლევის შედეგად, რომელიც თქვენ მიაწოდეთ შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას. ჯერ მინდა ისაუბროთ ძალიან მოკლედ თქვენი ჩართულობის, თქვენი ორგანიზაციის ჩართულობის შესახებ ამ პროექტში და შემდეგ კვლევის შედეგებზე. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პროექტის საარსებო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის საარსებო წყაროების უზრუნველყოფა დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერით აერთიანებს რამდენიმე ორგანიზაციას, კოალიციური პროექტია და მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობა, როგორც ცნობიერების ამაღლება ბიზნესის კუთხით, ბიზნესის მიმართულებით, ასევე დატრენინგება ბიზნეს გეგმების, ბიზნეს პროექტების მომზადების კუთხით, ბიზნეს პროექტების განხილვა და ბიზნეს პროექტების დაფინანსება და ყოველივე ამაში ჩვენი წვლილი არის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ანუ სამართლებრივი მიმართულებით ბიზნესთან მიმართებაში თუ რა სახის ტრენინგებიც, ასევე თუ პრობლემები კონსულტაციები ბენეფიციარებისათვის, იურიდიული დახმარება ბიზნესის კუთხით, ბიზნესის მიმართულებით და გარდა ამისა ადვოკატირება სახელმწიფო სტრუქტურებთან, ჩვენს მიერ გამოვლენილი პრობლემების თუ არსებული პრობლემების და სამართლებრივი ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების წარდგენა ბუნებრივია. როგორც თქვენ საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის აქტივობებზე საუბრობთ თქვენ ამ შემთხვევაში სხვა პარტნიორებთან ერთად სხვა პარტნიორები პროექტის სხვა მიმართულებებს, ეს იქნება ბიზნეს ტრენინგები ბიზნესის მიმართულებით, ბიზნეს პროექტების დაფინანსება და ასე შემდეგ, მათი მონიტორინგი და უზრუნველყოფა. ამ პროექტის ფარგლებში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩატარდა კვლევა იმ ბენეფიციარებისა, რომელიც პროექტში იყვნენ მონაწილე, სადღაც 1500 ბენეფიციარიდან შერჩეული იქნა შემთხვევითი შერჩევით 550-მდე ბენეფიციარი და მოხდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა. ანუ კვლევა მოიცავდა ფართო კვლევა გახდათ ეს როგორც ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებს, ასევე შემოსავლების ნაწილს, მათ
პროფესიულ პირველად პროფესიებს, შემდგომ პროფესიებს, პროფესიულ პირველად პროფესიების გამოყენებას, თუ რა სახის განათლებას სურთ თუ არა გადაკვალიფიცირება, რა შემოსავლების წყაროები საიდან არის და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ შევხვდით ზუგდიდის გამგეობის და ასევე მერიის წარმომადგენლებს, ასევე ეს იყო შიდა ქართლშიც, იგივე გორის გამგეობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცანეთ ეს კვლევები, რამე თუ მათ შემდგომში უკვე თავიანთ საქმიანობაში, როდესაც უკვე იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენა, ან შემდგომი საქმიანობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რომ კვლევებზე დაფუძნებით, კვლევების შედეგების მიხედვით მოახდინონ თავიანთი პროგრამების, თავიანთი მიზნობრივი იქნება ეს თუ ადგილობრივი მოსახლეობის თუ დევნილებისთვის ამ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების წარდგენა. მიზანი გახსნათ ის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფორმირების დროს გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც კვლევამ დადო დევნილი მოსახლეობის. არა მარტო ბიუჯეტის ფორმირებისათვის, მათთვის საინტერესო იქნებოდა თუ რა საჭიროებებია და რა მდგომარეობა არის მათ რეგიონში ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე დევნილ მოსახლეობაში. ანალოგიური კვლევები მე ვფიქრობ ძალიან ხშირად არ ტარდება და ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ის მიგნებები, რაც ამ კვლევის შედეგად დაიდო და განსხვავებები იყო თუ არა სამეგრელოსა და შიდა ქართლის მაჩვენებლებს შორის. ჩვენ დროის მცირეზე გამო ყველა ნაწილს ვერ შევეხებით კვლევისა, მაგრამ მნიშვნელოვანია შემოსავლების ნაწილი, განსხვავდება შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონში. სამეგრელოში უფრო მაღალია შემოსავლების ნაწილი ვიდრე შიდა ქართლში. შიდა ქართლში სადღაც საშუალოდ წელიწადში სამეგრელოში დევნილი მოსახლეობის შემოსავალი არის სადღაც 9000-დან 10000 ლარამდე, წიურზეა საუბარი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მაღალია, სადღაც 15000-მდე. ხოლო შიდა ქართლში 8000-მდეა და უფრო მცირეა. რაც შეეხება სამოქრელოში, აქ თვალშისაცემია შემოსავლების ნაწილში განსხვავება დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, მაგრამ ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ სასტარტო პირობებით ეს ადამიანები განსხვავდებიან და სწორედ ამ პროექტების მიზანი ის არის, რომ გაუთანაბრდნენ სასტარტო პირობებით და დევნილები იყვნენ არა დამოკიდებული სახელმწიფოზე, არამედ თვითკმარი და თვითონ იყვნენ რესურსი სახელმწიფოს აღშენებლობაზე. სასტარტო პირობების არათანაბრობას რა განაპირობებს? ყველაზე მეტად რა ფაქტორი? თუნდაც ის რომ იქიდან დავიწყოთ, რომ ისინი თავიანთ მუდმივ სამყოფელს მოწყვეტილნი არიან. საკუთრების უმრავლეს შემთხვევაში თქვენით, რომ საკუთრება არ გააჩნიათ, ეს იქნება მიწასნახელმისაწვდომობის კუთხით თუ ასე შემდეგ შედარებით ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამიტომ ზრუნვა იმისა, რომ სასტარტო პირობების გათანაბრება, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ და შემდგომში უკვე ბუნებრივია ერთობლივი პროგრამები უნდა განხორციელდეს, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობისათვის და რაღაც. ბატონო ირაკლი, ამ კვლევის მონაწილე ბენეფიციარები იყვნენ მხოლოდ დევნილი სტატუსის მქონე ადამიანები თუ პროექტის ბენეფიციარები ზოგადად, როგორც ადგილობრივი? ზოგადად პროექტის ბენეფიციარების, როგორც ადგილობრივი ასე დევნილი მოსახლეობა ორივეს კვლევა მოხდა. მე გეტყვით კიდევ განსხვავებას, რომ შემოსავლების წყაროები ძირითადად დევნილ მოსახლეობაში არის ეს სოციალური დახმარება და ასე შემდეგ, რომელსაც ძალიან დიდი პროცენტი მიაქვს, შემდგომში მოდის უკვე საჯარო სამსახურში მუშაობა და შემდგომში ვაჭრობიდან მიღებული. ეს განსხვავდება ადგილობრივ მოსახლეობის ან ადგილობრივ მოსახლეობაში სოციალური დახმარების წილი შემოსავლის წყაროში არის უფრო დაბალი ვიდრე დევნილ მოსახლეობაში. ანუ აქაც ჩანს, რომ ზუსტად ის პროექტები, რაც არის მიზნობრივად უკვე თუნდაც დევნილებისთვის და დევნილებისა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია, რათა ეს დამოკიდებულება სახელმწიფოსგან მოისპოს და ადამიანებმა თვითონ უზრუნველყონ თავის არსებულ წყაროებიდან. ამისთვის ბუნებრივია ხელშეწყობა ჭირდებათ. ყველგან მოგეხსენებათ, რომ პრობლემურია დასაქმება, დასაქმების პრობლემა არსებობს და აქ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ თვითონ მოსახლეობა, როგორც ადგილობრივი, ასე დევნილი აცხადებს, რომ არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ბიზნესი და ასე შემდეგ, ქარხნები არ მუშაობს და ნაკლებად აქცენტირდებიან იმაზე, რომ მათ ჭირდებათ გადაკვალიფიცირება, ან ჭირდებათ მათ შესაბამისი განათლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე, მაგრამ მეორე ნაწილს, სადაც განათლების მიმართულებით მოხდა კვლევა, იქ უკვე დიდი ნაწილი ცდილობს სურს, რომ მიიღოს განათლება როგორც ბიზნესის მიმართულებით, ასე სხვა მიმართულებებით. ძალიან საინტერესოა, რაზეც გვესაუბრებთ ბატონო ირაკლი, თუმცა ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამა. ისარგებლე საუკეთესო პირობებით სვის კაპიტალში და მიიღე $500-დან $20,000-მდე ავტოსესხი. ავტომობილის ღირებულების ყველაზე მაღალი შეფასება, სისწრაფე, სიმარტივე და არავითარი ფარული ხარჯები. ნუ დაკარგავ დროს. შეავსე ონლაინ განაცხადი ვებგვერდზე სვის კაპიტალ წერტილიჩი. ეწვიე ჩვენს ფილიალს შენს ქალაქში ან დაგვირეკე 032 2300.
ბოშის ქვედა საყინულიანი მაცივრების ფართოარჩევანი ელიტ ელექტრონიკში. იჩქარეთ და მიიღეთ მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლება საუკეთესო მოდელებზე. მასშტაბური სარეაბილიტაციო კლინიკის ნეიროგანვითარების ცენტრის პირველი ფილიალი ზუგდიდში. ყველაზე კვალიფიციური და მრავალმხრივი დახმარება ნებისმიერი ტიპის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების, მეტყველებისა თუ ქცევითი დარღვევის დროს, აუტიზმისა და ფსიქიკური აშლილობის უფასო დიაგნოსტიკა, ცერებრული დამბლისა და განვითარების სხვა დარღვევების უფასო მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. უკვე ხელმისაწვდომია ზუგდიდში. გახსოვდეთ, დროული ჩარევა აქ გადამწყვეტია. ზუგდიდი, გორკის ქუჩა ნომერი 46. ტელეფონი 599 1825 591 50 ტაქსი მაქსიმი იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილით. შემოსავალი დღეში 80 ლარიდან. ტელეფონი 0415 22 44 44 0415 22 44 44. ქალბატონებს კანის ლამაზი ბზინვარება მომხიბლელობას მატებს. მერილაინი, სწრაფი გარუჯვა უსაფრთხოდ და ეფექტურად. აჭრალების გარეშე. სოფლიო ბრენდის ნორველის პროდუქცია. კაპუჩინო, მუქი, ორმაგი მუქი. გაირუჯეთ მერილაინში და იყავით მიმზიდველი. რუსთაველის 87. დარეკეთ 570 70 29 22. ზუგდიდის პურკომბინატი კოლხათფილისურ კომპანიასთან გაერთიანების შემდეგ გვთავაზობს ახალ და ხარისხიან პროდუქციას. პურკომბინატის კოლხური განახლებული პროდუქცია, განახლებული ტექნოლოგია, ქარხნის მოდერნიზება და ტრადიციის შენარჩუნება. ყველა ასორტიმენტის პროდუქცია. პურკომბინატის კოლხური პური, ტრადიციული პური. უახლესი ტექნოლოგიების კომპანია ტექნოპლუსი. სათვალთვალო და ვიდეო კამერების მოწოდება მონტაჟით, სიგნალიზაცია, ჭიშკრების ავტომატიზაცია. ტექნოპლუსი. თქვენი შენობების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ტექნოპლუსი. დაცული ცხოვრება რისკების გარეშე. რუსთაველის 89, კოკა-კოლას შენობა. ტელეფონი 568 050 055. რეკლამა ათინათის ეთერში. 22 105-9. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ თვალსო მეგობრებო, თქვენ უსმენთ გადაცემას თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისათვის. გადაცემის სტუმარი საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ბოკუჩევა ახლა გააგრძელებს საუბარს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევის შედეგებზე, რომელიც სამეგრელოსა და შიდა ქართლში ჩატარდა. ბატონო ირაკლი, ეს პროექტი ხორციელდებოდა როგორც აღნიშნეთ, როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი მოსახლეობისათვის, რამდენად აქტიური იყო დევნილი მოსახლეობა ამ პროექტში, რამდენად აქტიურად მონაწილეობდნენ ისინი ბიზნეს ტრენინგებში, პროექტების წერაში, როგორი იყო თანაფარდობა ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, მნიშვნელოვანია რომ ამ პროექტის ალბათ ერთ-ერთი ხიბლიც ის არის რომ აქ არის დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი მონაწილეობა. ბუნებრივია აქ ორივე მხარე იღებდა მონაწილეობას როგორც ტრენინგებში, როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე ბიზნეს გეგმების, ბიზნეს პროექტების წერის კუთხით, ბიზნეს პროექტების წარდგენის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. თითქმის თანაბარია მონაწილეობა დევნილების პროცენტულად თუ ავიღოთ თქვენ ისე რომ პროექტი მიმდინარეობს და საბოლოო შედეგს ვერ ვიტყვით, მაგრამ დღეს მდგომარეობით თითქმის თანაბარია, შეიძლება ითქვას რაღაც 2-3%-ით იქნება ცვალებადობა. ორივე რეგიონში ასეა, თითქმის ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არის ერთობლივი პროექტების წარდგენილი. დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ეს ბუნებრივია უწყობს ინტეგრაციას ხელს და ასევე ადგილობრივ ასევე ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ როგორც ადგილობრივი, ასე დევნილი მოსახლეობა უკვე იქნება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფილი თუ წარმატებული გახდა ეს ბიზნესები. ძირითადი რეკომენდაცია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის რა გქონდათ ბატონო? კი ბატონო, პრობლემები არის, რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს და ეს კვლევიდანაც გამოჩნდა და როდესაც განსაკუთრებით დევნილ საზოგადოებაში მათ არ სურთ ამ პროექტებში მონაწილეობა და საოცარია, ალბათ ჩვენლილსაც გაუკვირდება, რატომ არ უნდა სურდეს ადამიანს თავისი ბიზნესი, მცირე ბიზნესის წარმოება, როცა შემოთავაზება არის და დახმარება არის. უფასო ტრენინგიც, პროექტის წერის, გრანტის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი სოციალური დახმარება.
სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, სოციალური დახმარება, იცით რომ თქვენ, როდესაც ისინი უკვე გაჩნდება შემოსავლები, ისინი კარგავენ სოციალურ დახმარებას და სამწუხაროდ ეხება იმ ადამიანებს, იმ ბენეფიციარებს, რომლებიც უმწეოთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული. ამ კატეგორიაზეა ძირითადად საუბარი და ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო ამ კატეგორიის გააქტიურება და ამ კატეგორიის ჩართვა ამ პროექტებში, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს დამოკიდებული, მაგრამ ბევრმა დიდი ნაწილმა თავი შეიკავა იმის გამო, რომ იცით რომ ბიზნესს გააჩნია თავისი რისკები და ასე შემდეგ და შეიძლება შემდგომ წელს მე ეს ბიზნესი ვერ განმავითარო, წარმატებული არ იყოს, ეს დახმარება რომ მორჩება შემდგომში უკვე მე დავკარგავ ასევე სოციალურ სტატუსს და მიჩვენია სტაბილური სოციალური დახმარება მქონდეს ვიდრე ბიზნესში მონაწილეობა. სტაბილური და მცირე ვიდრე რისკის ქვეშ ყოფის შემდგომში ალბათ დიდი წარმატების მქონე შესაძლოა და იმედია ასე იქნება. ანუ ალბათ რეკომენდაცია ერთ-ერთი ის არის, რომ სახელმწიფომ და ასევე არასამთავრობო სექტორმა ეს ჩვენი აზრით გაითვალისწინოთ ეს შიშები და ამიტომ ცნობიერების მიმართულებით ამ მიმართულებით სამუშაო არის მნიშვნელოვანი. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რაღაც მექანიზმი იქნეს შემოღებული ამ კატეგორიისათვის და ვინც ამ პროექტებშია მონაწილე, რომ რაღაც შეღავათები იყოს გათვალისწინებული და უშუალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ რაღაც ვადა მივცეთ, სანამ ამ პროექტში მონაწილეობს 1 წელი იქნება 6 თვე, რომ შეუჩერდეს და არ შეუწყდეს სოციალური დახმარება, მანამდე განახორციელოს თუ წარმატებული იქნა და 1 წლის შემდეგ დიდი შემოსავალი მიიღო, მე შეწყდეს უკვე. საუბრობთ 1 წლიან ვადაზე. ეს ჩემი სუბიექტური ეს სადაო საკითხია, უბრალოდ შემოთავაზება შეიძლება 6 თვიანი, 1 წლიანი, 2 წლიანი გააჩნია ბიზნესი, შეიძლება ინდივიდუალური მიდგომა იყოს, მაგრამ რაღაც შეღავათი უნდა არსებობდეს უშუალოდ ამ პროექტებში მონაწილე ადამიანებისათვის. ასევე დევნილები კიდევ იკავებენ თავს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ არის განსახლების პროგრამა, ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ეგრეთ წოდებული 300 ბრძანება დევნილთა საცხოვრებელი უზრუნველყოფის წესი, სადაც შემოსავლის ნაწილში ქულები არის და შემოსავალებისაც არ გაშე მაღალი ქულები აქვს და მაღალი ქულის მქონე ადამიანები ღებულობენ საცხოვრებელ სახლს და ბუნებრივია იმ ადამიანის 1 წლიან ბიზნესის შემდგომ უკვე შემოსავლების ნაწილში ქულას დაკარგავს, ამიტომ ურჩევნია რომ 1 წლიან ბიზნესი იქნება თუ 2 წლიანი ჯერ რომელიც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს ან არ დადგეს, ურჩევნია გრძელვადიანი გადაწყვეტილება მიიღოს საცხოვრისის სახით. ამიტომ ამ მიმართულებითაც იქნება ტოლთა და განსახლების სამინისტროსთან რეკომენდაცია და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ ამ მიმართულებითაც ჩაიდოს რაღაც შეღავათები, ვინც ამ პროექტებში არსებითად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანებმა ერთი სიკეთე დაკარგონ მეორის სანაცვლოდ და ასე შემდეგ. რაც შეეხება კვლევებს არსებითად მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ ბუნებრივია ცენტრი წყვეტს ბევრ საკითხებს, მაგრამ ადგილობრივს უფრო მეტად ესმის, უფრო ახლოსაა, სასურველია უფრო ახლოს იყოს თავის მოსახლეობასთან, თავის ბენეფიციარებთან. ამიტომ როდესაც უკვე მოხდება რაღაც პროექტების დაგეგმარება, არ აქვს მნიშვნელობა როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი მოსახლეობისათვის, საჭიროებაზე მორგებული იყოს და დევნილთა საჭიროებების კვლევიდან გამომდინარე იყოს ეს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების კვლევებიდან იყოს გაკეთებული და ანალიზებზე იყოს დაფუძნებული და მე აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან, მინდა მადლობა გადაუხადო ქალაქ ზუგდიდის გამგეობის მუნიციპალიტეტის გამგეობას მადლობა გადაუხადო იმ დახვედრისათვის, იმ ნაყოფიერი მუშაობისათვის. იცით, თქვენ დისკუსიებიც ჰქონდა ეგ რაღაც საკითხებზე, ბევრი კარგი რეკომენდაცია იქნა ერთობლივი მიღებული და ალბათ შემდგომშიც გაგრძელდება და ეს აისახება უკვე შემდგომ ცხოვრებაში, როგორც ბიუჯეტურ ნაწილში, ასევე. ეს იყო პროექტის ერთ-ერთი აქტივობა, ეს კვლევა. პროექტი დასასრულს უახლოვდება, იმიტომ რომ ცხადია ყველა პროექტი იწყება და მთავრდება. ამ კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მონიტორინგს, ასე ვთქვათ, და შემდგომ ნაბიჯებს, იგივე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მიდევნებას როგორ გავუკეთებთ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს ამაზე ამ საკითხებზე. მადლობა შეკითხვისთვის, ეს იყო ეს კვლევა იყო პირველი კვლევა, ახლა მეორე კვლევაც სტარდება. შეიძლება უკვე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს მეორე კვლევაც, უკვე ამ შუალედში თუ რა მდგომარეობა შეიცვალა ჩვენ ისიც გვაინტერესებს და ამ პროექტის საინტერესებს თუ ამ პირველი კვლევიდან მეორე კვლევამდე როგორ შეიცვალა მათი მდგომარეობა იმ ბენეფიციარების და ასე შემდეგ, ბუნებრივია ამ მიმართულებითაც არის ჩვენი ინტერესის სფერო. მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მათ უკვე მიიღეს ბიზნესი და დიახ, ბიზნეს განტები მიიღეს და თუ რა მდგომარეობა ამასაც ნახავთ. რაც შეეხება მონიტორინგის კუთხით, იცით რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი მთავრდება, აქ არის ორგანიზაციათა კონსორციუმი, რომლებიც ყველა თავისი მიმართულებით ამ სფეროში მუშაობს და სახელმწიფოს ყველა პროგრამაზე, ყველა იმ პროგრამაზე რაც ხორციელდება ამ ბენეფიციარებისთვის ახორციელებს მონიტორინგს და ბუნებრივია ამ შეხვედრების შემდგომ თუ ის პირობა რაც დადო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, როგორც შიდა ქართლში, ასევე სამეგრელოზე მოსვანეთში, თუ როგორ განახორციელებენ, ბუნებრივია მონიტორინგი იქნება არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
კარგით, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ბატონო ირაკლი, თუ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო იწურება, მაგრამ მე მინდა ჩვენს რადიო მსმენელს და თქვენს ასევე ისევ გითხრათ, რომ გადაცემას ქვია თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა, რომლის შესახებაც თქვენ ახლა საუბრობდით, იგივე ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროექტში მონაწილე ორგანიზაციების თანამშრომლობა იქნება პოზიტიური ყველა იმ ადამიანისთვის, ბენეფიციარისთვის, რომელიც ამ პროექტში იყო ჩართული, ზოგადად ჩვენი საზოგადოებისათვის. გადაცემა და ეს პროექტი ხორციელდება საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. აი ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მე ვარ რუსტამ პაჭკორია, შეგახსნებთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ბოკუჩავა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას საინტერესო საუბრისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. Talk-show კანდიდატი რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში. თავისუფალი სივრცე მწვავე შეკითხვებისთვის. ჩვენ გაგაცნობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევა. გვისმინეთ და გვიყურეთ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე.